ევერესტის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე ადამიანი თხილამურებით პირველად დაეშვა. ეს კი მოთხილამურემ და მთასვლელმა ჯიმ მორისონმა შეძლო. რამდენიმე წლიანი მომზადების შემდეგ ჯიმ მორისონი მთის ჩრდილოეთ ფერდობზე 15 ოქტომბერს ავიდა. მანამდე ეს მარშრუტი მხოლოდ 5 ადამიანს ჰქონდა გავლილი. შემდეგ კი ის 50 გრადუსიანი დახრილობის ფერდობზე, რომლის სიგრძეც 2753 მეტრია, თხილამურებით დაეშვა. შესაბამისად ის პირველი ადამიანი გახდა, ვინც ევერესტის ყველაზე რთული მარშრუტი, მწვერვალის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარე ცნობილი ჰორნბეინის კულუარი თხილამურებით გაიარა. რამდენიმე კვირის წინ 15 ოქტომბერს ჩვენ პლანეტის ყველაზე მაღალი მთის ევერესტის ჩრდილოეთ ფერდობზე ავედით. მწვერვალამდე ეს მარშრუტი წარმატებით მხოლოდ 5 ადამიანს ჰქონდა გავლილი. ჩვენ კი მწვერვალზე 12 კაციანი ჯგუფით ავედით. შემდეგ თხილამურებით ჩავიცვი და ჰორნბეინიდან იაპონიის კულუარში 3 კილომეტრამდე მანძილი დავფარე. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ეს დედამიწაზე საუკეთესო სათხილამურო ტრასაა. ჯიმ მორისონის ისტორიული დაშვება National Geographic-ის მკვლევარმა და ფოტოგრაფმა ჯიმი ჩინმა გადაიღო. ის National Geographic-ისთვის ჯიმ მორისონის მიღწევაზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს. გარკვეულწილად ეს ჩემთვისაც მწვერვალია, რადგან ეს ყველაზე განსაკუთრებული ისტორიაა, რომლის მოყოლის შესაძლებლობაც კი ოდესმე მომცემია. ეს ყველაზე თამამი ოცნების ახდენაა. ძალიან მიმზიდველია გააკეთო ის, რაც ამდენმა ადამიანმა სცადა და წარუმატებლად დასრულდა. ასეთი რამის გაკეთებაზე ყველას გვიოცნებია. წარსულში ევერესტის ჩრდილოეთ ფერდობზე დაშვება მრავალმა მოთხილამურემ სცადა. თუმცა აქამდე ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მოთხილამურეების უმეტესობა მარშრუტის დაფარვისას ზიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანი კი დაიღუპა.